ჩვენ თავარი მესიჯი არის ხოლმე რომ ნუ დაიწყებ თვითმკურნალობას მიდით ექიმთან. აი ცოტა ესეთი კნატუნაი. და ეს გასინჯეს აი ამ соуსთან ერთად ნახე ისეთია. ჯანსაღი ხემსი არის ბავშვებისთვის. ცოტა ხანი ისევ შევაბრუნებ რომ ყველა ერთად გაიხუხოს. მაინც ძალიან კარგია. შუა დღეებში დავისაც წამყვანება მივესალმებით ჩვენს მაყურებელს ტრადიციულად პარასკევს ვიმყოფებით გუდვილის ვაკის ფილიალში და ჩემთან ერთად გახლავთ გიორგი ლორია, ონკოორთოპედი, ჩვენი ამავდროულად კოლეგა, ნამდვილი ექიმების წამყვანი. მადლობა გიორგი, რომ დროს დაგვიწმინდა და დღეს ხარ ჩვენთან ერთად და მოვამზადებ ძალიან საინტერესო კერძს. კი, მარტივს. რომელიც დაახლოებით მე ვფიქრობ, რომ 20 წუთში მზადდება რა. ხშირად ამზადებთ ესე? კი. თითქმის ყოველ დღე. ძალიან კარგი. ამავდროულად თან გავიყოლებთ გუდვილში ფეხბურთთან დაკავშირებით არის ესეთი სპეციალური შეთავაზებები, ნაკრებები და იცით რომ გუშინ დაიწყო უკვე მსოფლიო ჩემპიონატი და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის. გიორგი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ თქვენ ჯერ რომ დაგვიწმეთ და მოგვიყევით რას ვამზადებთ დღეს. დღეს ვამზადებთ ძალიან მარტივ კერძს, თან ზაფხულია. და უხდება ესე კი ბატონო, თან რაღაცა ცილის წყაროს ვხედავ აქ. ცილის წყარო არის ანუ ზღვის პროდუქტები. 15 წუთში თუ გინდათ რომ მოამზადოთ გემრიელი სადილი, რომელიც ანუ სწრაფად მზადდება და ხო, თან ცოტა უცხო გემო, არაქართული გემონთი. ძალიან კაი საშუალებაა და ამას ხშირად ვაკეთებ, მინდა თქვა სახში. ახლა მე მოყვები 2 წამით რომ ვამზადებ ძალიან მარტივ პასტის ჩიფსებს, რომელიც ფიქრობ რომ ყოველ საღამოს ფეხბურთის საყურებლად გამოგვადგება საღამოს ან უკვე გამთენიისას. ალდენტეთ მოხარშული პასტა დაგჭირდება, ამ შემთხვევაში პატარა ზომის ნებისმიერი, თუ შეფუთვაზე მითითებული 10 წუთი ვხარშავთ 7 წუთი მაქსიმუმ და ჩვენ ტრადიციულად სამზარეულოში ვიყენებთ დიმარტინოს პასტას, შევკმაზეთ სუნელებით, გამოვიყენეთ ნიორის ფხვნილი, ასე ვთქვათ, პაპრიკა, მარილი, ბევრი ზეითუნის ზეთი და უნდა მოვაყაროთ პარმეზანი, ზეითუნის ზეთს ტრადიციულად ვიყენებთ ფარკიონეს, რომელსაც აქვს ცივი და ცხელი დაწურვის ზეთები და გამოიყენება იდეალურად ორივე ცივი თუ ცხელი კერძებისთვის და ასევე დაგჭირდება პარმეზანი, რომელიც მინდა ბლომად და გუშინ დაიწყო მსოფლიო. არ შემიძლია არ შეგეკითხოთ ვის გულშემატკივრო. 91 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს. მქონდა პერიოდი, როცა ძალიან ჩართული ვიყავი და ალბათ სადღაც 2006 წელს დავანებე, ესე ვთქვათ, აი ინტენსიურად. ნუ აი ჩემთვის არ იყო მნიშვნელობა რა გუნდები თამაშობდნენ ტელევიზორში რომ გადიოდა მე მაინც ვუყურებ. მე ეხლა ახრიდან დავიწყე ჩვენი ბიჭების ევროპაზე რო გავედით და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ მაგ მატჩებსაც დავესწარი იქ და აი ხა ვუყურებ world champion და ნუ რა თქმა უნდა კვარას გავლენა რა ანუ ეს PSG-ს ამბავი კი ყველა რაღაცა დამაბრუნეს უკან და ნუ ეხლა რასაც უყურებ პრინციპში თამაშებს, ნუ აი ესპანეთ გონია რომ ესეთი კაი გუნდია და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. როგორც ყოველთვის ხო ალბათ, და ისე თქვენი პროფესია და ფეხბურთი საკმაოდ ახლოს არის, იმიტომ რომ სამწუხაროდ ფეხბურთში ხშირია ტრავმები და თქვენც აქტიურად ხართ ჩართულები. ეს არის ანუ აი როდის მოგმართავენ ხოლმე ესეთ შემთხვევაში სპორტსმენები, როდესაც უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, რა უნდა ქნან თუ პირიქით. მე თავიდან დავიყავი სპორტულ ტრავმაში, ესე ვთქვათ რა. რასაც ქვია, ნუ იმიტომ რომ ჩვენ დიდი სკოლა გვაქვს საქართველოში და ჩვენი მასწავლებლები, ჩემი მასწავლებლების მასწავლებლები იყვნენ ესეთი კლუბების თავარი ორთოპედები, როგორც არის ბარსა, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ამერიკაში. არა, ეს ჯერ მე 90-იან წლებს ყვები. ორი თემა არის რა. ერთი არის რომ კლუბში აუცილებლად უნდა იყოს ექიმი, რომელიც უყურებს სპორტსმენის ყოველდღიურ მდგომარეობას. კი ბატონო. უნდა იყოს ნუტრიციოლოგი. კი ბატონო. შესაბამისი კვებით და ასე შემდეგ. ნახევარ განაკვეთზე უნდა ყავდეთ ორთოპედი. დიახ. რომელიც აკეთებს, რომელსაც აქვს ორი ფუნქცია. ერთი, ყოველი თამაშის წინ ხდება მის მიერ გასინჯვა.
ფეხბურთელების, პროფესიონალური ფეხბურთელების, რომელიც განსაზღვრავს რაიმე ხო, დაიშვება თუ არა მოედანზე. ანუ რა არის? ხარ, ანუ დაუშვათ ვარჯიშის დროს, ან რაღაცის დროს რამე მოხდა, ანუ გაუშვან თუ არა იმ დატვირთვას. თანამედროვე სპორტული მედიცინის მიზანი არის სწრაფად დააბრუნო სპორტსმენი მოედანზე. ანუ მოკლედ აქ იწყება მთელი ამბავი, იმიტომ რომ კონსილიუმის სახეა და მინდა გითხრა რამე ომია. თან მაყურებელს მოვუყვათ, რომ მოვასხეთ ზეითუნის ზეთი, ეხლა უნდა გავაუქროთ ნიორი. კი, ნიორი უნდა გავაუქროთ. აქვე ხახვი? ცოტა ხანი. იტალიურ ბრენდებთან ერთად გერმანული ბრენდებიც არის წარმოდგენილი გუდულში და ეს არის ბრენდი G&G, რომელსაც აქვს ძალიან კარგი პროდუქტები და ჩვენ დღეს გამოვიყენებთ მათ პომიდორს, რომელიც არის კანგაცლილით, დაჭრილით და მოკლედ არის მზად. კი ბატონო, რომელიც რით შევკმაძოთ? მარილი პილპილი. შავი პილპილი აგერ გვაქვს. ესე? ალბათ რამდენიმეჯერ სახში რო ვაკეთებ გავსინჯოთ, რომ იგრძნობოდეს მარილის გემო, იმიტომ რომ მედიაში და კრევეტის სითხე ცოტა გაუნეიტრალებს და ანუ ცოტა გადამავლო. კარგად მარილიანი უნდა. კარგი, მაშინ აი ხმელთაშუა ზღვის სიმლაში კარგი იქნება? ონკო ორთოპედია როდის შემოვიდათ უკვე? ონკოორთოპედია, ხო, ონკოორთოპედიას ისეთი რა ქვია, ისტორია აქვს. გადაწყდა, ესე ვთქვათ, რომ ანუ მე მინახა ამ დარგის სპეციფიკა, ესე ვთქვათ, ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკაში მსოფლიოში, ვინც მოიფიქრა ეს დარგი, ჰარვარდის უნივერსიტეტმა და ბოლონიის უნივერსიტეტმა და მოკლედ იქ რო ჩავედი, რომ დავინახე, რომ ადამიანები სადაც ჩვენთან ვერ გადარჩებოდნენ იქ გადასარევად ცხოვრობდნენ, მან მივხვდი რომ ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ანუ მე ბევრი ვიშრობენ, ბევრი სწავლა უნდა და ავირჩიე ეს დარგი, რომელიც არის ემოციურად რთული. კი ბატონო. მაგრამ აი შეხედავ შედეგებს და რაღაც ეს უკან გიბრუნდება. შენი წვლილიც რო არის იმაში, რომ ეს ადამიანი მაგალითად 11 წლის იყო და ეხლა დღეს სოლი მოყავს და კვატიჟებენ, ანუ აი ძალიან მეორე სიცოცხლე აჩუქე. ხო, ნუ შენც მონაწილეობდი მეორე სიცოცხლის ჩუქებაში. ეს ბევრ ცუდ მომენტებს აი ნეიტრალებს, ესე რომ ვთქვათ რა. მაგრამ ნუ ხე როგორ გითხოთ, მარტივი არ არის. დაგიბრუნდით საოცარი არომატით, მთელს გუდულში იგრძნობა და ფერები არის ულამაზესი და მაყურებელს მოვუყვეთ რა ეტაპები გამოვიარეთ აქამდე. ხო, ანუ ჩვენ ზეითუნის ზეთში ნიორი, ხახვი, ღვინო, გლაზირება გავუკეთეთ. შემდგომ შევაზავეთ ჩვენი ტომატები, უბრალოდ მარილით და შავი პილპილით. მარილი უქენით ბლომად. ამ соуსში მიდიების ჩაყრის მერე უკვე რაღაც 3-4 წუთია გასული და აბსოლუტურად საკმარისია. კრევეტები მოუბრაწეთ თავდაპირველად იმ ზეთში და შესაბამისად ეხლა აი ბოლოს ტრიხად უმატებთ. რომ ოდნავ ეხლა ეს პომიდორის გემო. ან როგორც წუნიანიც შეგვიძლია მივიდოთ, არა? ეს ანუ აი გამხმარ პურთან ერთად, აი გახუხულპურთან ერთად ძალიან გემრიელია. მე მაქვს ასეთი პური ერთი წუთით. აი ესეთი გახუხული პური მაქვს, აი იტალიური კოპის ბრუსკეტები ძალიან მოუხდება. ფიქრობ პირდაპირ შიგნით რომ ამოაწოდა. აქ გვაქვს ასევე გახუხული პასტა, რომელიც გაგჩვენეთ რომ უბრალოდ მოვხარშეთ წინასწარ ნაკლები დრო ვიდრე მითითებულია შეფუთვაზე, შემდეგ კარგად მოვასხით ზეითუნის ზეთი, ესე ბარაქიანად, ნივრის ფხვნილი, მარილი, ცოტა პაპრიკაც, პარმეზანი და გავუშვით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე და მივიღეთ ესეთი ძალიან მარტივი და კანატუნა წასახემსებელი, რომელსაც მოვუმზადეთ соуსი, ბერძნული იოგურტი, ყველ ფეტასთან ერთად, რომელსაც დავამატეთ გახეხილი ნიორი, ცოტა პაპრიკა და მწვანილი სილამაზისთვის. გიორგი, მომიყევი
ტელევიზიაში როგორი აღმოჩნდა ძალიან საინტერესოა. საინტერესო რო არის მეც ვიცი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა მაყურებლისთვის ეს გადაცემა და ძალიან ინფორმატიულია. მადლობა. და თქვენი კუთხიდან ჩვენი როგორია? კუთხიდან ანუ პირდაპირ ვიტყვი რომ მე არ მეგონა რომ მართლა ამდენი შრომა ჭირდება ტელევიზიაში 10 წუთის რასაც ჩვენ გზაფროდით ტელევიზორში და უყურებ. ამდენი ხალხი არის კაცმიღმა. კაცმიღმა. აქვე ძალიან საინტერესო აქტივობები აქვს Goodwill-ს. ყველა ფილიალში არის რაღაც წარმოდგენილი სპეციალური ესეთი შეთავაზებები და სპეციალური ნაკრებები სპეცფასად. და ამასთან ერთად დიღმის ფილიალში არის გათამაშება, თუ გოლს გაიტანთ, საჩუქრები არის და ამიტომ შეგიძლიათ რომ ამ ერთი თვის განმავლობაში მიხვიდეთ და სადოთ ბედი და მიქნებთ თქვენს მოიგოთ რამე საინტერესო პრიზი. მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები Coca-Cola-ს საკოლექციო ქილებზე. გერმანიის, ესპანეთისა და ბრაზილიის ეროვნული დროშების შემდეგ Coca-Cola-ს საკოლექციო ქილებს არგენტინის, საფრანგეთისა და ინგლისის ეროვნული დროშებიანი ქილებიც დაემატა. Coca-Cola მსოფლიო ჩემპიონატის გემოა და ესეც ესპანეთის ქილა თქვენთვის ბატონო გიორგი. მადლობა. ესპანეთია. მე რა შემხვდა ინგლისი, ძალიან გემრიელად გამოიყურება და მე მგონი ძალიან კარგი იდეები შევთავაზეთ მაყურებელს, რა შეუძლიათ მოამზადონ, რომ ისიამოვნოთ ფეხბურთის ყურებით რუსთავი 2-ზე. დიდი მადლობა გიორგი ლორიას, რომელიც იყო დღეს ჩვენთან ერთად და შეგვპირდით, რომ შემდეგში რიზოტოს მოგვიმზადებთ. კი ბატონო. კარგი. აბა დროებით. კარგად.